ბევრი პირველი რუსი ჯარისკაცი, ვინც 2022 წელს საზღვარს გადმოკვეთა და უკრაინაში შევიდა, ფიქრობდა, რომ ისინი გმირები იყვნენ, რომლებიც გაგზავნეს ხალხის დასახსნელად დამთრგუნველი და ძალადობრივი რეჟიმისგან. ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი სპეციალური სამხედრო ოპერაცია რამდენიმე კვირაში დასრულდებოდა, რომ მათ ოვაციებითა და ყვავილებით შეჩეხდებოდნენ და რომ ძალიან მალე შინ თავიანთ ოჯახებთან დაბრუნდებოდნენ. მალე მიხვდნენ, როგორ ცდებოდნენ. ეხლა წლების შემდეგ, როცა მათი მილიონზე მეტი თანამებრძოლი მოკლული ან დაჭრილია, რუსმა წინა ხაზის ჯარისკაცებმა საბოლოოდ გაიგეს ამ ომის საშინელი რეალობა. და მათთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს მხოლოდ უკრაინელი ჯარისკაცები, დრონები და რაკეტები, რადგან ახალი მტერი ჩნდება. მტერი თავად რუსული რიგებიდან. ამ ომის სრული უაზრობისა და იმ საშინელი პირობების გამო, რომლებშიც მათ ცხოვრება უწევთ, სიგიჟის ღრამდე მიყვანილი რუსი ჯარისკაცები პირდაპირ ერთმანეთს ესხმიან თავს. ეს დაადასტურა მათგან ერთ-ერთმა, ვინც გადარჩა და შეძლო ამის მოყოლა. მას დანიელი ქვია. ის 24 წლისაა და ცოტა ხნის წინ მან მართლაც შთამბეჭდავი ინტერვიუ მისცა დამოუკიდებელ რუსულ გაზეთ ნოვაია გაზეტას. იმ ინტერვიუში დანიელმა სრულად და დეტალურად მოყვა იმ 2 თვის მძიმე ისტორიას, რომელიც მან რუსული ქვეითის შეტევის დანაყოფში გაატარა. მან აღწერა, თუ როგორ ექცეოდნენ მას და მის თანამებრძოლებს მეთაურები როგორც საზარბაზნე ხორცს. როგორ აძლევდნენ მათ მხოლოდ იმდენი მარაგს, რომ რამდენიმე დღე გადაერჩინათ წინა ხაზზე და როგორ საბოლოოდ მათგან მცირე ჯგუფმა ფაქტობრივად გონება დაკარგა და ერთმანეთის ხოცვა დაიწყეს. ეს მისი ისტორია. დანიელი დაიბადა და გაიზარდა აღმოსავლეთ სიბირის მთიან ტრანსბაიკალის რეგიონში. მას რთული ბავშვობა ჰქონდა. მამამისმა ოჯახი მაშინ დატოვა, როცა დანიელი მხოლოდ 12 წლის იყო და საბოლოოდ მან ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო, რამაც რამდენიმე დაპატიმრებასა და პირობით სასჯელამდე მიიყვანა. ამის მიუხედავად მან შეძლო ადგილობრივი სკოლის დასრულება. შემდეგ კი რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც დაამთავრა და ტრანსპორტის სფეროში კარიერის გაგრძელება დაიწყო. 2022 წლისთვის, როცა ომი დაიწყო, მას არანაირი სურვილი არ ჰქონდა სამხედრო სამსახურში ჩაწერილიყო. მას ჰქონდა სტაბილური სამსახური, მუშაობდა ახალი რკინიგზის ხაზების მშენებლობაზე და იღებდა დაახლოებით 80,000 რუბლს, ანუ $1,100 თვეში. რაც შეიძლება დასავლური თვალსაზრისით ბევრი არ იყოს, მაგრამ რუსეთის სოფლის რეგიონებისთვის ეს საკმაოდ კარგი ხელფასია. მაგრამ შემდეგ წლებში სიტუაცია გაუარესდა. დანიელი ამტკიცებს, რომ მანზე მახეს აგებდნენ და აპირებდნენ დაეპატიმრებინათ ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით, რასაც ის უარყოფს. მან გადაწყვიტა გაქცეულიყო რუსეთის მეორე ბოლოში და აღმოჩნდა სანქტ-პეტერბურგში, თითქმის 3,000 მილის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც მუშაობდა, ირკუტსკში. იქ მეგობრების მეშვეობით მას ურჩიეს გაძევრიანებულიყო რუსეთის არმიაში. რადგან იმ დროს სხვა ბევრი არჩევანი არ ჰქონდა, ის გაემგზავრა ბელგოროდში და ხელი მოაწერა კონტრაქტს, ვითაც ოფიციალურად ჩააბარა თავისი ცხოვრება კრემლის საომარი მანქანის ხელში. მისი სამხედრო სამსახური დაიწყო 2025 წლის აგვისტოში და თავდაპირველად იგი მიამაგრეს 60 თვითმავალი საარტილერიო პოლკში. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ერთ-ერთი იღბლიანი იყო. დღეს რუსულ არმიაში ჩაწერა ფაქტობრივად რუსული რულეტკის თამაშია. თუ გაგიმართლა, მიგამაგრებენ დრონების ჯგუფში ან საარტილერიო დანაყოფში, რაც მაინც გაძლევს გადარჩენის შანსს, რადგან შეგიძლია ფრონტის ხაზიდან გონიურულ მანძილზე იმსახურა. თუ არ გაგიმართლა, ფრონტის ხაზის შტურმის ჯგუფში აღმოჩნდები, სადაც გადარჩენის სავარაუდო დრო მაქსიმუმ 1 ან 2 კვირაა. როდესაც დანიელი საარტილერიო ეკიპაჟთან ერთად მსახურობდა, მას არ გაუვლია არანაირი საბაზისო მომზადების კურსი. არამედ ფაქტობრივად სტაჟიორის მსგავსად ექცეოდნენ მისი სამსახურის პირველ 6 კვირაში. ის თავის ეკიპაჟის წევრებთან ერთად ცხოვრობდა, ჭამდა და იძინებდა, რომლებთანაც მეგობრობა ჩამოუყალიბდა. სანამ დრო გავიდოდა, მისი ცხოვრება შედარებით კომფორტული იყო. მისი მოვალეობები ძირითადად გარსაცმების მონიტორინგსა და გაწმენდას მოიცავდა და ის განთავსებული იყო რუსეთის ბელგოროდის რეგიონში და არა უკრაინაში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის შედარებით უსაფრთხოდ იყო დრონებისა თუ სარაკეტო დათმობებისგან. მან ინტერვიუში თქვა, რომ ის და მისი არტილერისტი მეგობრები თავად ამზადებდნენ ნოყიერ საჭმელს, ან ერთად აგროვებდნენ ფულს, რათა ადგილობრივი ტაქსის მძღოლების მეშვეობით საკვები გამოეწერათ. თუმცა საბოლოოდ საქმე ისევ გაუარესდა. დანიელი თავის მეთაურს დაუპირისპირდა, რომელსაც ბრალად დასთო, რომ ემუქრებოდა და სიტყვიერად აყენებდა შეურაცხყოფას. მან ტელეგრამით ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანს მიმართა და სხვა ეკიპაჟში გადაყვანა მოითხოვა. მას იმ დროს არ ესმოდა, რომ ეს თითქმის საბედისწერო შეცდომა არ მოჩნდებოდა. დანიელმა იფიქრა, რომ მას სხვა საარტილერიო დანაყოფში გადაიყვანდნენ. ამის ნაცვლად იგი ქვეითთა პოლკში გადაიყვანეს და პირდაპირ ფრონტის ხაზზე გაგზავნეს. შემაშინებელი იყო 92 ქვეითთა პოლკში მოხვედრა. ყველა ამბობდა, რომ ეს იყო ადგილი, სადაც ხალხს თითქოს დასასჯელად აგზავნიდნენ. თუ ბრძანებებს არ შეასრულებდი, თუ არ დაემორჩილებოდნენ, კეტყოდნენ ფრთხილად 92 პოლკში გაგზავნიან ვორჩანსკში. სწორედ იქ მოხდა ის. საგულისხმოდ, ვორჩანსკი რუსეთის საზღვართან ახლოს უკრაინის ხარკოვის რეგიონში მდებარეობს. ეს არ არის ადგილი, რომელიც ხშირად ჩნდება სამხედრო სიახლეებსა თუ სათაურებში, მაგრამ ეს არის ტერიტორია, სადაც რუსული ძალები იმყოფებიან და შეძლეს მცირე მიწის ნაკვეთის დაკავება. ასევე იქ არიან რამდენიმე უკრაინული დანაყოფიც, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ არ დაუშვან შემდგომი წინსვლა. დანიელი ზუსტად 2 თვეს გაატარებს ამ ტერიტორიაზე, 17 თებერვლიდან 17 აპრილამდე.
ეს იქნება მისი მთელი ცხოვრების ყველაზე დრამატული ორი თვე და მან დეტალურად აღწერა მთელი მოვლენების ჯაჭვი Novaja გაზეტასთან ინტერვიუში. მან დაიწყო ახსნა იმით, თუ როგორ გადაიყვანეს იგი დისლოკაციის პუნქტზე სხვა რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად, რომლებიც ასევე გადმოიყვანეს. ზოგიერთი მათგანი წინა ხაზზე გაუშვეს კონფლიქტების ან ცუდი ქცევის გამო. მან ახსნა მაგალითად როგორ შეაგინა ერთმა ჯარისკაცმა ოფიცერს, ხოლო მეორემ ჩხუბის დროს თანამებრძოლს ფეხში დანაჩაარტყა. მან აღნიშნა, რომ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი რუსი არ იყო, სავარაუდოდ უზბეკი იყო და დაჰპირდნენ, რომ თუ ერთი წელი იმსახურებდა, რუსულ პასპორტს მისცემდნენ. ეს გავრცელებული ხრიკია, რომელსაც რუსი რეკრუტიორები იყენებენ ეთნიკურ უმცირესობებზე, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულებზე ზეწოლისთვის, რათა არმიაში შევიდნენ. რეალურად უმრავლესობა ფრონტის ხაზზე დაიღუპება და არასოდეს ექნება იმ პასპორტის მიღების იმედი, რომელიც დაპირდნენ. ჯგუფი საკლასო ოთახში შეიყვანეს და მისცეს ფორმების შესავსებად. ისინი იქ დაახლოებით ერთი კვირა და ნახევარი დარჩნენ, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და დაცვით, რათა გაქცევის ნებისმიერი მცდელობა აეცილებინათ. მოულოდნელად და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მას და კიდევ რამდენიმე ჯარისკაცს უბრძანეს და უყოვნებლივ გაეცალათ. არავინ გეუბნება თავდასხმის შესახებ. ჩემი ყველა ნივთი, რაც არტილერიასთან ერთად ჩამოვიდა, ტანსაცმელი, საძილე ტომარა, იქ დარჩა. ალბათ უკვე გახსნეს ისინი. მას გადასცეს ზურგჩანთა ძირითადი მარაგებით, დააცვლეს თანამებრძოლთან დაახლოებით 45 წლის კაცთან, რომელსაც დანიელი ბაბუას ეძახდა. დასვეს კვადროციკლზე და წაიყვანეს მის პირველ წინახაზის ჩამოსაშოთ წერტილში. მთელი ამ დროის განმავლობაში დაცვა არ შეწყვეტიათ. არ ყოფილა არანაირი მომზადება ან მისიის ბრიფინგი. არ იცოდა სად მიდიოდა ან რა უნდა გაეკეთებინა და მხოლოდ წარმოედგინა რა სახის საფრთხეებს შეხვდებოდა. მაგრამ მალე მიხვდა, რომ ფაქტობრივად სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ დამორჩილებოდა. ის აღწერს, როგორ უთხეს მას და მის თანამებრძოლებს, რომ გადაეკვეთათ მდინარე და მეორე მხარეს მდებარე ნაგებობებისკენ წასულიყვნენ. გადაკვეთის დროს მან იხილა, რამდენად სასტიკები იყვნენ რუსი მცველები და მეთაურები. ჩვენ დაჭრილ კაცს გადავყავდით და მახსოვს, მცველი უყვიროდა მას. თუ არ გადახვალ, დაგაგდებდა და იხჭობია. მან ასევე გაიხსენა, როგორ დაემუქრნენ კიდევ ერთ ჯარისკაცს, რომ მუხლებში ესროდნენ, რადგან აღარ სურდა სიარული. ინტერვიუერმა მას კითხა, რატო არ უფიქრია უკან დაბრუნებაზე, უკან დაბრუნებაზე, მცველისთვის სროლაზე ან გაქცევაზე, როცა იცოდა, რომ თითქმის გარდაუვალ სიკვდილზე მიხავდათ. მან ახსნა, რომ მისთვის ეს არასდროს ყოფილა არჩევანი. ის ძალიან იყო დაკავებული მტრის დრონებზე ფიქრით და ცდილობდა ცოცხალი გადარჩენილიყო, რომ რაიმე სახის გაბედულ გაქცევაზე ეფიქრა. მალე როგორც კი მდინარეს გადალახეს, მცველებმა ის მიატოვეს. დატოვეს დანილი და ბაბუა, რომ მისიის დარჩენილი ნაწილი მარტო შეესრულებინათ. სწორედ მაშინ დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. პატარა შენიშვნა. მსგავსი კიდევ ბევრია, ასე რომ თუ მოგწონთ მილიტარი შოუ, არ დაგავიწყდეთ გამოწერ. როდესაც მიზნისკენ მიდიოდნენ, დანიელმა და ბაბუამ თავზე უკრაინის დრონების დამახასიათებელი ბზუილი გაიგონეს. ისინი ანტიდრონული პლედებით დაიფარნენ, იმ იმედით, რომ დრონები გვერდს აულიდნენ, როგორც დანიელი ხსნის. ღამით ანტიდრონული პლედებით დავდიოდით. მერე რაღაც ხმა გავიგეთ ზემოდან. მავიკი იყო ან ბაბა იაგა ალბათ. დადიოდი გადავეცი, რომ მეგონა ბაბა იაგა დავინახე და მიპასუხეს. შვიდად იყავი. ხეებთან ვიჯექით პრაქტიკულად ერთმანეთის გვერდით და რაღაც ბაბუას დაეცა, რაღაც მოაგლიჯა, ფეხი თუ ხელი არ ვიცი. ძლიერად აფეთქდა და ფეხში პატარა ნამსხვრევი მომხდა. შემდეგ სიცოცხლის შიშით დანიელი გაიქცა და ბაბუა თავის ბედზე მიატო. იქიდან ის ერთი სამალავიდან მეორეში გადადიოდა, გზად ხშირად ხვდებოდა სხვა რუს ჯარისკაცებს, ზოგჯერ მარტო, ზოგჯერ კი პატარა ჯგუფებად. რამდენიმე პარტნიორები დაეკარგა, ან მარაგები უმთავრდებოდათ, ამიტომ გაერთიანდნენ და რესურსები გააზიარეს. დანიელმა ასევე ახსნა, როგორ ხდება მარაგების მიწოდება წინა ხაზზე და აღნიშნა, რომ მათ გზაზე მხოლოდ რამდენიმე ბოთლი წყალი და რამდენიმე მჭიდი ტყვია აძლევენ, რაც ძალიან სწრაფად შეიძლება ამოიწუროს. თუ რამე დასჭირდებათ, შეუძლიათ რაციით მოითხოვონ, მაგრამ ყოველთვის ვერ მიიღებენ იმას, რაც სურთ და ზოგჯერ დიდხანსაც მოუწევთ ლოდინი, სანამ რამეს მიიღებენ. საქონლის მისაწოდებლად რუსები გადაკეთებულ FPV დრონებს იყენებენ. ქობინების ნაცვლად ისინი დატვირთულია ბოთლის წყლით და ფაფის პაკეტებით, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იგზავნება და მიწაზე ვარდება, რის შედეგადაც მარაგები ხშირად იფანტება ყველგან. თუ ასე ინარჩუნებენ რუსი ჯარისკაცების სიცოცხლეს ფრონტის ხაზზე, გასაკვირი არ არის, რომ მათგან ბევრი რამდენიმე დროში იღუპება. მათ არ მხოლოდ თითქმის არ აძლევენ მომზადებას, მინიმალურ აღჭურვილობას და თითქმის არანაირ ინსტრუქციას იმის შესახებ, რას უნდა აკეთებდნენ ან როგორ უნდა დაეცვათ თავი, არამედ ასევე აიძულებენ დაეყრდნონ ერთ-ერთ ყველაზე არასაიმედო და არაეფექტურ მომარაგების სისტემას თანამედროვე სამხედრო ისტორიაში. გარკვეული დროის შემდეგ დანიელს და მის ჯგუფს მისცეს კოორდინატები სახლის, რომელშიც უნდა შესულიყვნენ და დაეკავებინათ. ისევ მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა, რატო იყო ეს სახლი მნიშვნელოვანი, ან რა ელოდათ შიგნით. უბრალოდ უნდა მისულიყვნენ იქ და საუკეთესო ის იმედი ჰქონოდათ. ეს მართლაც საშიში იყო. არ იცოდი სად მიდიოდი, ან რატო მიდიოდი. ჯგუფი შიგნით შევიდა და აღმოაჩინა, რომ შენობა ცარიელი იყო. არ იცოდნენ რამდენ ხანს მოუწევდათ იქ დარჩენა, სანამ შემდეგი ბრძანებებს მიიღებდნენ. ამიტომ მარაგებს ეძებდნენ და ცდილობდნენ ახალი დროებითი სახლი ცოტა უფრო კომფორტული გაეხადათ. ამ ეტაპზე დანიელი 6 ჯარისკაცის ჯგუფში იყო. დანარჩენები იყვნენ სენია, კიტი, შმელი, შაჰი და ემილია. მან ახსნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ზოგიერთი წევრი შედარებით მშვიდი იყო, მათ შორის 2 დიდი ეგოისტი იყო.
მაგალითად, შაჰი ამაყობდა, რომ ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების ჯგუფის წევრი იყო და ამბობდა, რომ არავის ეშინოდა თავისი მრავალწლიანი გამოცდილების გამო. სენიაც ამტკიცებდა, რომ 150-ზე მეტი ადამიანი ხავს მოკლული. მალე ძლიერი ზეწოლის ქვეშ ეს ეგოები ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. და სწორედ აქ იღებს ამბავი ძალიან ბნელ მიმართულებას. 24 წლის დანიელი ხსნის, რომ ჯგუფმა იპოვა დიდი ბოთლი შინაური ღვინო და რამდენიმე მათგანმა გადაწყვიტა დათრობა, მუსიკის დაკვრა და ყვირილი, რაც შესაძლოა ყველა სიცოცხლეს საფრთხეში აყენებდა. ემილია როგორც იუწყებიან გაღიზიან და ამით და სთხოვას ხვებს, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ. შაჰმა უკმაყოფილოდ უპასუხა და დანიელის თქმით დაიწყო ყვირილი, რომ არაფრის ეშინოდა და შემდეგ ფანჯრიდან კედლებისკენ ტყვიამფრქვევით სროლა დაიწყო. დანიელი, რომელიც თავის სიცოცხლეს შიშობდა, ამ ეტაპზე შენობა დატოვა და სხვა საცხოვრებელში გადავიდა კითთან და შმელთან ერთად. დანარჩენი სამი კი იქ დატოვა, მაგრამ ისინი კვლავაც ისმენდნენ სროლის ხმებს პირველი სახლის შიგნიდან. მალე სენია და შაჰი სხვებს გახვნენ, სადაც კიდევ ერთი კამათი დაიწყო და ყველაზე შოკის მომგვრელი გზით დასრულდა. სენიამ შაჰი მოკლა. შემდეგ მან განმარტა, რომ შაჰს თითქოს ემილია მოუკლავს პირველ სახლში. ამიტომ სენიამ გადაწყვიტა შურის ძიება და ის მოკლა. ასე მოულოდნელად 6 კაციანი ჯგუფი 4-მდე შემცირდა. და ეს იმიტომ არ მოხდა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს გადაეყარნენ ან ნაღმებით სავსე ტერიტორიაზე შევიდნენ. ისინი სინამდვილეში ერთად შედარებით უსაფრთხოდ იყვნენ და როგორც ჩანდა, საკმარისი მარაგიც ჰქონდათ, რომ შემდეგი ნაბიჯი დაეგეგმათ. თუმცა ერთმანეთთან უბრალოდ თანაცხოვრების უუნარობამ ისინი ყველაზე დრამატულ ქმედებამდე მიიყვან. და ძალადობა ამით არ დასრულებულა. როგორც დანიელი აგდელებს ახსნას, დარჩენილი ჯარისკაცები კიდევ რამდენიმე კვირა მეზობელ შენობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთ რამეს სენია და კიტი ისევ სმას შეუდგნენ. დანიელს ზუსტად არ ახსოვს, რა მოხდა იმ საღამოს, რადგან დაეძინა, მაგრამ როცა გაიღვიძა, გაიგონა სროლის ხმა და მალევე დაინახა, რომ სენიამ კიტს ფეხში ესროლა. კიტისთვის საბედნიეროდ ეს სასიკვდილო არ აღმოჩნდა. როცა დამშვიდდა, სენიამ თავის ამხანაგს ჭრილობა შეუხვია და ჯგუფი ისევ რაღაცნაირ ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნა. ეძებდნენ საჭმელს, ღამის დარბოდნენ და სარდაფებში ამარაგებლის საძიებლად დადიოდნენ. შემდეგ სენიამ კიდევ ერთხელ დაკარგა გონება. დანიელმა ახსნა, რომ სენია დაიწყო წუწუნი იმაზე, რომ კიტი თავის წილს არ ასრულებდა. უარს ამბობდა გუნდისთვის თოლის მოტანაზე, რომ წლად გადაეხადათ და არც საჭმლის მომზადებაში ეხმარებოდა. ეს შეიძლება მართებული საჩივრები იყო, მაგრამ ისინი სასიკვდილო განაჩენს არ იმსახურებდნენ. ცხადია, სენია სხვანაირად ეგონა. ერთამეს როცა სენია მთრალი იყო იმ ღვინოზე, რომელიც გუნდმა იპოვა, მან ესროლა და მოკლა კიტი, რომელიც დანიელის თქმით იმ დროს სიცოცხლეს თხოვდა. სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა იმან, რომ სენიამ შმელი დააძავა. მის ნაცვლად შეესრულების სიკვდილით დასჯა, რითაც ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი უპირატესობა იმაში, რაც გუნდიდან დარჩა. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობდა სენია. ამ დროისთვის უკვე მინიმუმ 2 თავისი თანამებრძოლი ცივ სისხლიანად მოკლა და სენიას ეგონა, რომ დანიელსა და შმელზეც კონტროლი ჰქონდა. მართლა ასე იყო. შემდგომში დანიელმა ახსნა, რომ 3 რუსი კიდევ 2 კვირა ერთად იყვნენ, სანამ სენია ისევ აგრესიული არ გახდა. და მერე სენია ჩვენ დაგვითხოვ დადანაშაულება. ამბობდა, რომ უსარგებლოები ვართ, არაფრის ღირსები, ყველაფრის გვეშინია. და დაიწყო ბოდვა იმაზე, რომ იარაღი უნდა აგვეღო, სახლები დაგვეკავებინა, სხვა ხალხი გვეპოვა. ამბობდა, თუ ჩვენ არ მოკლავთ მათ, ისინი მოკლავენ ჩვენ. გაუჩერებლად ლაპარაკობდა. დანიელმა შეეპასუხა და თქვა, რომ სამეულს საკმარისი საჭმელი ჰქონდა, რომ გადარჩენილიყვნენ და უბრალოდ ჩუმად უნდა დამჯდარიყვნენ სახლში და დაეცადათ სანამ დამხმარე ძალები ან შემსვლელები მოვიდოდნენ. მაგრამ მისი სიტყვები საკმარისი არ აღმოჩნდა სენიას დასამშვიდებლად, რომელიც კიდევ უფრო გაბრაზდა, იარაღი მიუშვირა დანარჩენ ორს და დაემუქრა, რომ სიცოცხლეს წაართმევდა. ის აგზელებდა მძიმე სმას და მთვრალ მდგომარეობაში სახლის კედლებს ესროდა. ბოლოს დანიელმა და შმელმა ერთადერთი დასკვნა გამოიტანეს, რაც შეეძლოთ. ასე რომ აღმოჩნდა, რომ სენიას მოკლა მოგვიწია, სხვა გზა არ ჰქონდათ. მათ უკვე ნახეს ეს კაცი, რომელიც თითქოს მათ მხარეს უნდა ყოფილიყო, როგორ კლავდა სასტიკად სხვა რუს ჯარისკაცებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მათ იცოდნენ, რომ მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის მოიქცეოდა ის მათთანაც ასე. მათთვის ერთადერთი არჩევანი იყო, ან მოკლავ, ან მოკლავენ. ერთხამეს, როცა სენია ეძინა, დანიელმა ესროლა მას. ამის შემდეგ დარჩენილმა ორმა სენიას სხეული სხვა ოთახში გაათრიეს და თავიანთ თავს სარდაფში ჩაკეტეს, სადაც კიდევ 2 კვირა ჩუმად დარჩნენ. მათ ჰქონდათ გამართული რადიო, ცოტა საკვები და შენობის უსაფრთხო ზონას მხოლოდ მაშინ ტოვებდნენ, თუ რაიმე მომარაგების პაკეტი ჩამოიდოდა. მათ ასევე მოახერხეს დრონის რამდენიმე ბატარეის პოვნა და რადიოსთვის ანტენის გაკეთება. არ იცოდნენ, რამდენ ხანს მოუწევდათ იქ დარჩენა, ან რა მოხდებოდა შემდეგ, მაგრამ მაინც აღარ ეშინოდათ, რომ რომელიმე მათგანი მთვრალი გაბრაზებით დახოცავდა სხვებს. მალე ადგილზე უკრაინული ჯგუფი მივიდა და სახლზე შტურმი მიიტანა. დანიელი და შმელი დანებებას აპირებდნენ, მაგრამ ეშინოდათ, რომ მოკლავდნენ, ამიტომ ჩუმად დარჩნენ. ბოლოს უკრაინელები წავიდნენ და 2 რუსი როგორც შეეძლოთ ასე აგრძელებდნენ გადარჩენას, მაგრამ მარაგები ნელ-ნელა ეწურებოდათ. დანიელმა ახსნა, რომ ბოლო კვირაში თითქმის არაფერი უჭამიათ, რადგან მათი მომარაგების ბევრი ამანათი გზაში ჩამოართვეს. ისინი იძულებულნი იყვნენ წვიმის წყალი დაელიათ. დანიელმა დაწერა წერილი თავის შეყვარებულ სახლში, რომელიც ეგონა, რომ შეიძლებოდა მისი ბოლო გზავნილი ყოფილიყო და უთხრა, რომ ალბათ ცოცხალი ვერ დამოაღწევდა. თუმცა ბოლოს უკრაინელები დაბრუნდნენ სახლში და ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც რუსები გარეთ გამოვიდნენ. მათ მაშინვე დანებდნენ და ომის ტყვეება დაიყვანეს.
ეს გასაოცარი ამბავია, მაგრამ სრულად ასახავს რუსეთის არმიის დღევანდელ მდგომარეობას. სანამ ისინი ფრონტის ხაზზე გაგზავნიან, ამ ჯარისკაცებმა უკვე იციან, რომ მათი დღეები დათვლილია. მათ იციან, რომ უბრალოდ ცეცხლში გადატრიან იმ მეთაურების მიერ, რომლებსაც მათი სიცოცხლე საერთოდ არ ადარდებთ და ყველაზე გონიერ და სტაბილურ ადამიანებსაც კი გაუჭირდებოდათ ასეთი საშინელი რეალობის გაგება და შეგუება. აი რატო იქცევიან ასე ბევრი ჯარისკაცი უკიდურესა? ზოგი თავის მეთაურებს უპირისპირდება და ცდილობს გმირულად დაიღუპოს. ზოგი გეგმავს სიცოცხლისთვის საშიშ გაქცევას. ზოგი ნებაყოფლობით იტანს წამებას, ან ყველა ფულს აძლევს უფროს ოფიცრებს, რომ სასოწარკვეთილ მცდელობაში კიდევ რამდენიმე დრით გადარჩეს. და ზოგი მაგალითად სენია უბრალოდ კარგავს ყოველგვარ შეგნებას იმის შესახებ რა არის სწორი და რა არასწორი და ყოველგვარი ოკმანის გარეშე უპირისპირდება თავის თანამებრძოლებს. ესეთ არმიას ომის მოგების არანაირი იმედი არ აქვს. ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ კრემლი სულ უფრო და უფრო სასოწარკვეთილი ხდება, თალიბანსაც კი მიმართავს დახმარებისთვის, რაზეც უფრო მეც ამ ვიდეოში გაიგებთ. ამასობაში უკრაინა ირენებს თავის უპირატესობას და ახორციელებს სიღრმისეულ დარტყმებს რუსეთის მომარაგების ხაზებზე, რათა გაწყვიტოს კირიმთან სახმელეთო დერეფანი, რაზეც დეტალურად არის საუბარი ამ ვიდეოში. დამატებითი ანალიტიკისა და სამხედრო ვიდეოებისთვის გამოიწერეთ The Military Show დღესვე. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.